2014 წლის 1 სექტემბერს საქართველოს მთავარ პროკურატურას საბერძნეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროდან მომართეს იმის თაობაზე, რომ მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი აყვანილ იქნა კუნძულ სამოსის პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, მაშინ როდესაც იგი აპირებდა საბერძნეთის ტერიტორიაზე შესვლას. მისი პასპორტის შემოწმებისას გამოჩნდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ხარის მიერ შესულია თხოვნა ინტერპოლის გენერალურ სამდივნოში ხსენებული პირის მიმართ საერთაშორისო ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით. საბერძნეთის სამართალდამცავები ითხოვდნენ დადასტურებას, ნამდვილად იყო თუ არა მიხეილ სააკაშვილი საერთაშორისო ძებნილი. საქართველოს პროკურატურამ საბერძნეთის მხარეს დაუყოვნებლივ მიაწოდა სრული ინფორმაცია ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ. ამავე დროს საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერპოლის გენერალური სამდივნოდან მიიღო ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შესახებ ქართული მხარის თხოვნა შესწავლის პროცესშია და შესაბამისი პროცედურები ჯერ დასრულებული არ იყო. შესაბამისად, ბერძნულმა მხარემ მიახტა, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, რამდენიმე საათიანი დაყოვნების შემდეგ თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით გააბრუნა.